ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ესპანეთში ივნისის თვეში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი სიცხის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით მას შემდეგ, რაც ამინდის მონაცემების აღრიცხვა დაიწყო, წელს მეორე ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა. ივნისის გასულ კვირაში სითბური ტალღის დროს გარდაცვალების 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ამ შემთხვევების აღრიცხვა დაიწყო. ესპანეთის მატერიკულ ნაწილში საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი იყო, რაც 3 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე. 1950 წლის შემდეგ წელს 22 და 23 ივნისი ესპანეთში ივნისის ყველაზე ცხელი დღეები იყო. გარდა იმისა, რომ სითბური ტალღა უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება, ის ბევრად ადრე ჩნდება, რაც თავის მხრივ ზაფხულსაც ახანგრძლივებს. ექსპერტები ამ მოვლენას გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რაც ძირითადად წიაღისეული საწვავის გამოყენებითა და სათბური აირების გამოყოფით არის გამოწვეული.